ოჯახის სახით ახალი წევრი შეემატა, აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. შალვა ნათელაშვილი მადნეულის საბადოს გაყიდვას ასაჩივრებს და აცხადებს, რომ მადნეული ქართული ხალხისთვის ყველაზე მომგებიანი საბადო იყო, რომელიც ხელისუფლებამ პროინვესტის შვილობილ კომპანიას მიყიდა. ლეიბორისტები სასამართლოში საჩილს სავარაუდოდ ხვალ შეიტანენ. სააკაშვილმა ჩვენს შვილებს და დღევანდელ თაობას ფუკასავით ააცალა ოქროს საბადო მადნეულის სახით. გაყიდვა განხორციელდა ვითომ პრომინვესტის შვილობილი კომპანიის სახელზე. პრომინვესტის მფლობელი გახლავთ ელცინის მთავრობის ცნობილი მაფიოზა ენერგეტიკის მინისტრი გენერალოვი და გენერალოვის ძმაკაცია პრეზიდენტის ბიძა ბატონი თემურ ალასიანი, რომელსაც ეკუთვნის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული სწორედ აი ეს შვილობილი კომპანია. ვაპირებთ შევიტანოთ სარჩელი ამ უკანონო ძარცველური გაყიდვის წინააღმდეგ. საქართველოსა და შეერთებული